იყო და კიდე ერთხელ მოგიწოდებთ ბატონო მამუკა, თქვენ და ყველა იმ ადამიანმა, ვისაც გაქვთ სამხრეები და აღარ მსახურობთ. ან მსახურობთ. ყველამ გაითვალისწინეთ, რომ ჩვენი ხელისუფლება ამდენი წელია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ აი ეს პოლიტიკოსები, ვინც ხელისუფლებაში ყოფნის დროს თქვენზე ცდილობდნენ ხელის შეხოცვას, გაკეთებინებდნენ იმ საოცრებებს, რბილად რომ თქვა, რასაც ამდენი დღეა ვისმენთ და ვიცით ისედაც. და დღესაც ცდილობენ და მრავალი მცდელობა ქონდათ, რომ საკუთარი ბრალეულობა ოფიცრებისთვის გადაებრალებინათ, აი ამის მეხამრიდად ჯარს რა მნიშვნელობა აქვს დღეს მსახურობს ჯარისკაცი თუ აღარ მსახურობს ჩვენ დაუდექით ქართული ოცნება ფარად ამიტომ კეთილი ინებეთ ყველამ და ისაუბრეთ რეალობაზე იმიტომ რომ თუ თქვენ სიმართლეს არ დაიცავთ ისინი თქვენ არ დაგინდობენ ეს მე მინდა ყველამ კარგად იცოდეთ. და მოგვეცით საშუალება იმისა, რომ რეალური ფაქტები დავდოთ, რომ ჰააგაში რაც გავაკეთეთ, კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ ქვეყნის შიგნით და დადგინდეს რა იყო მებრძოლის სიმართლე, იმიტომ რომ მებრძოლი იყო მართალი, სამოქალაქო მოსახლეობა იყო მართალი. მაგრამ პოლიტიკოსების ხელში ადამიანის და სამხედროც ადამიანი სამხედრო და სამოქალაქოს ადამიანი იქცა სათამაშოდ. აი მას ვიკვლევთ ჩვენ. ეხლა მე დაუბრუნდები თქვენის ნებართვით, რაც ბატონმა სოზარმა გითხრათ, იმ განცხადებას, რომელიც თქვენთვის ესოდენ მტკივნეული ჩანს. თქვენ ეს განცხადება გააკეთეთ იმ მომენტ შორის, როდესაც სააკაშვილმა დაურეკა ბატონ ზაზა გოგავას და უთხრა რომ ცეცხლი გახსენი ამ ორ მომენტ შორის და მე გახსნა მან ცეცხლი თუ ცეცხლი უკვე გახსნილია და ამ დროს გააკეთეთ ეს განცხადება მომენტი რო გითხრათ საათს და წუთებს თუ ვერ იხსენებთ ცეცხლი თამაშობდა იყო აქტიური ფაზა და იყო სიწყნარე მე ისე რთულდებოდა აი ჩვენი მხრიდან ვამბობ ჩვენი მხრიდან რომ მიიღეთ დავალება გოგავამ ასე თქვა რომ მე დამირეკა უმაღლესმა მთავარსარდალმა და მითხრა გახსენი ცეცხლი არ იყო დაწყებული ეგ ძირითად ბაზაზღულის ფონდ თეატრი ძირითადი ფაზა გაინტერესებთ რომ არა ნახეთ ფაზებით ნუ მესაუბრებით მე მარტივად გესაუბრებით გოგავა ამბობს დამირეკა სააკაშვილმა და მითხრა გახსენი ცეცხლი დაუსახა მიცა ბრძანება მერე ცეცხლი მართლაც იხსნება და თქვენ აკეთებთ განცხადებას რომ ციტირებ ქართულმა ძალოვანმა სტრუქტურებმა ამ სიტყვებს ამბობთ გადაწყვიტა კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა მთელ ამ რეგიონში აი ეს არის თქვენი ფრაზა სიტყვა სიტყვით ამ განცხადებას სააკაშვილის ზარის მერე აკეთებთ სანამ გუგავა ცეცხლს გახსნის მარტივენაზე გესაუბრებით დაკითხვის ოფში არის მაგაზე ინტერვიუ მაშინ მიცემული აქვს უფრო უკეთესად მახსოვდა დაკითხვა არის აქ რაც ხდება საგამოძიებო კომისია და ეს ყველაფერი გაიხსნა როდის აკეთებთ ამ განცხადებას ამ ორ მომენტ შორის თუ ცეცხლი უკვე ქართულ ძას მასალებში იქნება ალბათ ზუსტად დაკითხული რომ მაგაზე ვერ გიმასვლის დავიჯეროთ რომ არ გახსოვთ კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა ეს ტერმინი თქვენით მოიფიქრეთ იმ წუთში თუ სადმე ეს კიდევ გაჟღერდა მანამდე საიდან მოიფიქრეთ ეს ტერმინი ჩემით ვისაუბრე აკადემია დამთავრებული და ვიცი რომ როცა ბანდფორმირება არის შენ იმაზე მიწაწყალზე და დროებითი კონტროლი აქვს დაწესებული ეს თქვენი გამოთქმა იყო რა თქმა უნდა ამ განცხადების გაკეთება არავის არ დაუვალებია თქვენთვის არა კარბატონთი არ დაუვალებია თქვენით შეხვდით ჟურნალისტს და მოდი აქ განცხადება უნდა გავაკეთო უთხარით? არ მithქია იმან ის გადამეყარა არავისთვის არ დამეყარა. სად გადაგეყარა? ყივჩაღივით. კარლეთი არის
თუ არ მომახსოვს კარალეთი არის კარალეთის გზა კარალეთის გზაზე ეს არის 7 ღამე დიახ და რა გკითხათ ჟურნალისტმა ხომ არ გახსოვთ მასალებში არის დაკითხვის ოფში მაგ კადრები მთლიანად მაგის სიტყვები ესე პირად სამწუხაროდ ჟურნალისტის სიტყვები არ გახსოვთ მაგრამ თქვენ ამბობთ ამას ხომ არ არის ამ განცხადებისას ისეთი ნაწილები მოჭრილი რაც თქვენ თქვით მაგრამ არ გავიდა ეთერში თუ მხოლოდ ეს თქვით არ მახსენდება რაღაცა დამონტაჟებული მან დამონტაჟებული სხვა ტერმინია თქვენ შეიძლება თავში კიდევ რაღაც თქვით მე ეს თქვით მე კიდევ რაღაც თქვით და მარტო შუა ნაწილი გავიდა ძალიან მასალებს თუ ამოვიღებთ მანდ ნახოთ ისე ჩემგან ვერ გეტყვით არ გახსოვთ ვერ იმაშვები ხელოდანთელი ძალოვანი სტრუქტურები რატომ თქვით ვის გულისხმობდით ძალოვან სტრუქტურებში თქვენ არ თქვით გენერალური შტაბი თქვენ არ თქვით გენშტაბის ხელმძღვანელმა დაგვავალა როგორც არის ეს გენერალური გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელის დავალებით ან თავდაცვის ძალების გადაწყვეტილებით ან უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანებით ჩვენ გადავწყვიტეთ რატომ არ თქვით ძალოვანი სტრუქტურები იმიტომ რომ მაგდროისთვის როგორც განაცხადა გაერთიანებული შტაბების უფროსმა მიმართულებაზე ვარ და არის ძალოვანი შედის შინაგან საქმეთა სამინისტროც და როგორც თავდაცვის ძალებს ვერ მოიხსენიებთ გასაგები ამ დროს თქვენ უკვე ხართ შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალებთან ერთად ცხინვალის მიმართულებაზე ამ დროს აკეთებთ ამ განცხადებას და ამით არის ეს ახსნილი კი ბატონო ეხლა თქვენ ეს განცხადება რო გააკეთეთ მე ხომ არ გისაყვედურათ ვინმე ასე რატომ თქვიო კი რა თქმა უნდა ვინ გისაყვედურათ გოგავამ გისაყვედურათ არა გოგავამ არა მაგრამ იმაზე გააკეთა განცხადება სააკაშვილმა ბრიყული განცხადება იყო თუ რაღაცა ბრიყვი გიწოდათ ხართ ბრიყვი ბრიყული განცხადება გააკეთა ბრიყულ განცხადებებს ბრიყვები აკეთებენ ხართ ბრიყვი არა ნამდვილად არა ვარ მაშინ რატო გიწოდათ ბრიყვი უმაღლესმა მთავარსარდალმა კითხეთ მას არ ვიცი ბრიყული იყო ეს განცხადება თქვენი აზრით არ მგონია მე მოუყვანე ბატონ სოზარს ჩემი არგუმენტი და ეს იყო სასიცოცხლო მნიშვნელობის ადგილობრივი მოსახლეობის მოქალაქეებისთვის აი აქ მინდა ახლა დავბრუნდეთ შესაბამისად თქვენ მოდით ასე მივყვეთ შევაჯამებ თქვენ ჩამისწორეთ თუ შემეშალა და შემდეგ საცეცხლე წერტილებზე მაქვს მნიშვნელოვანი შეკითხვები ესე იგი თქვენ ხართ ძიმე ვითარებაში მანდატიდან მოგიწიათ გასვლა სამშვიდობო მანდატიდან შეცვლილი გაქვთ ფუნქცია და ამ ფუნქციასაც დაუბრუნდებით ცოტა ხანში დაღუპული ყავთ 2 სამშვიდობო ამ განცხადებას როცა აკეთებთ თქვენ ეს სამშვიდობო 2 სამშვიდობოს ცხედარი ვერ გამოგყავთ ჯერ გამოყვანილი არის დავით აიას ვთხარით ჯერ არ მყავს გამოყვანილი და ნერვული 2007 რომეს რაზე არის საღამოს 7 საათზეა ლაპარაკი აი საღამოს განცხადებას რო აკეთებთ გამოყვანილი ყავთ ეს 2 ცხედარი სავარაუდოდ არ უნდა პირა იმაში არის დაკითხვის ოფში არის ყველაფერი მოკლედ განერვიულებული ხართ ადამიანურ ენაზე რომ ვთქვათ თქვენი სიტყვებით რომ ვთქვათ ხმაურია თუ შეიძლება და დახურეთ თქვენივე სიტყვებით რომ ვთქვათ უკვე დასკვნა გაქვთ თქვენი თავისთვის გაკეთებული რომ ხართ მარტო ხო მარტო ბოდიშით მარტო ყულახმეტოვთან მიმართებაში 6-ში კი ეს კი ბატონო რომ ეს ყულახმეტოვი აღარც გისამძიმრებდათ და უკვე თქვენ ემოციურად ძიმე მდგომარეობაში ხართ 2 თანამებრძოლი დაღუპული ყავთ და ხედავთ რომ ფუნქცია გაქვთ შეცვლილი და მოსახლეობა იქ არის ჩარჩენილი ამ დროს გზაზე გადაგეყარათ ჟურნალისტი გეკითხებათ რა ხდებაო სავარაუდოდ ამას გეკითხებათ და თქვენ ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე ფიქრობთ რა მოსახლეობის ბედზე
აკეთებთ ამ განცხადებას და მიზნად ისახავთ, რომ იმ სიტყვებით, რასაც ამბობთ, მიანიშნოთ მოსახლეობას, რომ თავს უშველე. სწორად შევაჯამე, რაც თქვენ ბრძანეთ. სწორია ეს ყველაფერი. ეხლა აქედან გამომდინარე მაგ კითხვა. ვინმე გიკრძალავდათ, რომ პირდაპირ გეთქვათ ეს, არა მიკიბულ მოკიბულად, რაც დასაფასებელია, მაგრამ პირდაპირ გეთქვათ. ამბობთ, რომ თან შეთავსებული გაქვთ ისევ სამშვიდობო ფუნქცია. ანუ ვერავინ ვერ გეტყოდათ მათ შორის ვერც ის ბოდიშმაპატიეთ გამოთქმისთვის გიჟი. რატომ თქვიო ესო? ბრიყული განცხადება უწოდა კონსტიტუციური წესრიგის ტერმინს. მე ესეთი განცდა მაქვს. შეიძლება ზოგადად რატო ილაპარაკეო ესეც გისაყვედურად, მაგრამ ისიც კი ვერ გისაყვედურებდათ ჩემი აზრით ოფიციალურად ყოველ შემთხვევაში და საფუძვლიანად, იმიტომ რომ თქვენივე სიტყვებია, რომ მე შეთავსებული მაქვს ამ დროს სამშვიდობო ფუნქცია, საომარ ფუნქციასთან ერთად. ეს რა არის მე საერთოდ არ მესმის, მაგრამ ამაზეც ვილაპარაკოთ. ჯერ კიდე სამშვიდობო ფუნქციაც გაქვთ შეთავსებული. რა გიშლიდათ, ან ვინ გიშლიდათ ხელს, ან ვისი რიდი გქონდათ, სხვა სიტყვას არ გამოვიყენებ, რომ პირდაპირ გეთქვათ, მე გენერალი ყურაშვილი ვაფრთხილებ ჩემს სამოქალაქო, ჩემს არეალში, უფლებამოსილების არეალში მოქალაქეებს. გთხოვთ დატოვოთ არეალი. ან დაკავშირებოდით ქუთაში ადგილობრივ ადმინისტრაციას, რომელსაც დიმიტრი სანაკოვი ხელმძღვანელობდა და ჩვენ აქ მინისტრი მოვისმინეთ, ბატონი თამაზ ბესტაევი, მათთვის მაინც დაგერეკათ და გეთქვათ, რომ უზრუნველყავით ზრუნვა მოქალაქეებზე. რატომ არ გააკეთეთ ეს პირდაპირ? ვინმე გიგრძალავდათ თუ რამის რიდი გქონდათ? წესდება მიგზალავდა კაბატონო თია. რომელი წესდება? სამხედრო წესდება, რომელიც პოლიტიკურ განცხადებას მე ვერ ეს არ არის პოლიტიკური განცხადება. ჩვენ ხო შევთანხმდით ბატონო მამუკა იმაზე, რომ ტყუილად ხომ არ გკითხეთ. მე რო კითხვებს ვსვამ, ბატონი სოზარი, წევრები კითხვებს ვსვამენ. ერთ კითხვას რო ვსვამთ, ის კითხვა რაღაცისთვის გვჭირდება, რომ პასუხს რო გაგცემთ. მე ამაზე ავაშენოთ მთელი სტრუქტურა და უკან ხო არ დავბრუნდებით. თქვენ და მე შევთანხმდით, იმიტომ რომ მე გკითხეთ და თქვენ მიპასუხეთ, რომ სამშვიდობო ფუნქციის მთავარი პრიორიტეტი იყო მშვიდობიან მოსახლეობაზე ზრუნვა. ეს არ არის პოლიტიკური განცხადება. რატომ არ გააკეთეთ პირდაპირ ეს განცხადება? შეგეშინდათ რომ არა, უშვიდი გარემო არის ალბათ საჭირო რაღაც პრეს კონფერენციას უნდა გააკეთო. მე შეზღუდული ვიყავი დროში ძალიან და ვერ მოვახერხებდი. რაც მოიფიქრეთ, ეს მოიფიქრეთ. კიდე ძანება და ნებართვა ჭირდება ჩემგან ესეთ განცხადებას. უნდა ნებართვა არ გქონდათ ამაზე. პირდაპირ მოწოდებაზე რომ დატოვეთ არეალი ჩემო ძვირფასო მოქალაქეობო, ვიზეც მე ვარ პასუხისმგებელი, ეს შეთანხმებული არ გქონდათ. ნებართვა არ გქონდათ და არ გააკეთეთ. ნებართვა ვის უნდა მოეცა? უშუალო ხელმძღვანელობას უნდა დაესვათ ამოცანა, რომ აი გააკეთე ეს განცხადება თქვათ, რომ ვის გოგავას? გოგავა, არ ვიცი, მანო გოგავანდეს პოლიტიკურ უშუალების საბჭოს თემა არის, უშუალების საბჭომ უნდა გააკეთოს. სადაც გოგავას არის წევრი, გოგავას არის ყო ეს წევრი. გასაგებია. ეხლა ნახეთ ბატონო მამუკა, რა უნდა გკითხოთ, შეხედეთ. თქვენი და ჯანაშვილის ურთიერთმიმართება არის უაღრესად მნიშვნელოვანი. თქვენი ყავით, ესე იგი წარმოვიდგინოთ, არის გენერალი ყურაშვილი, რომელსაც ფრანგულად ასე ქვია და ქართულად გადავთარგმნი. ორი ქუდი ახურავს. ერთი ქუდი არის სამშვიდობო, მეორე ქუდი არის არასამშვიდობო. ეს ორი ფუნქცია, ანუ ორი ქუდი გაქვთ. მეორე ნაწილში, ანუ საომარი მოქმედების გეგმის ნაწილში, ძირითად მიმართულებაზე. დავანებოთ ერთი წუთი სამშვიდობო მიმართულებას თავი. თქვენი და ჯანაშვილის ურთიერთმიმართება როგორი იყო დადგენილი? ვინ ვისი უფროსი იყავით? თქვენ ექვემდებარებოდით მას თუ ის გექვემდებარებოდათ?
აქამდე სანამ შესვლა დაიწყებოდა, ყველა აქეთ დაქვემდებარებაში იყო. ყველა თქვი კიდევაც ეს ხუთივე სპეცნაზი და როცა დაიწყო ქალაქზე სვლა და ზანევა მიიღო, გუშინაც განაცხადა ბატონმა შალვამ, რომ ჩემ დაქვემდებარებაში არ იყო უკვე გაერთიანებული შტაბის დაქვემდებარებაში იყო. პირდაპირ ჯანაშვილი გადავიდა დაქვემდებარებაში შტაბის. როდესაც ის ორივე სამშვიდობო იყო ქალბატონთია. ერთი წუთი მე სხვა რაღაცას ვაკეთებ ახლა და წამომყევით კითხვებით და პასუხით. ესე იგი თქვენ რაღაც მომენტში ერთმანეთთან ურთიერთმიმართებაში იყავით, კავშირში იყავით თანამდებობრივად და შემდეგ ეს შეწყდა და ჯანაშვილი პირდაპირ გადაექვემდებარა გაერთიანებულ შტაბს, ასეა? კი, დამატებითი ბრძანება მიიღო და ბრძანება მიიღო როდის? უკვე ბატონმა შალვამ უნდა თქვას თვითონ მე არ ვიცი. ბატონმა შალვამ თქვა ესეთი რამ, რომ მე რა მიმართულებითაც წავედი. ეს იყო დასავლეთის მიმართულება. დასავლეთის მიმართულება თქვენ ზემოხვით. ბატონო? ხვითის ზემოხვით. ანუ ეს რომელი ფლანგია წეღან თქვენ მარცხენა ვარიანის მარცხენა ფლანგით, ანუ ემთხვევით ერთმანეთს აქამდე დასავლეთის მიმართულებით გამიშვესო, ვერ გადავედიო, ეხლა ამ დეტალებს არ შეგაწყენთ თავს და მოვბრუნდიო და ვანო მერაბიშვილმა მიბრძანაო, რომ დაიძარი ცხინვალისკენ. ამ დროს მე ვიყავი ზემო ნიქოზშიო. თქვენ ამ დრომდე შალვა ჯანაშვილთან ხართ ხომ მიბმული თუ როგორ არის? თუ ის არის თქვენზე მობმული? აქეთ არის მობმული. უკვე აქეთ არის შტაბზე ამიბმული? შტაბზე არის იმ თავიდანვე, სანამ დაინიშნებოდა ცენტრალური მიმართულების სადღაც, რომელიც იწყებდა სვლას ცხინვალის მიმართულებით. და თქვენ როდესაც ცენტრალურ მიმართულებაზე დაინიშნეთ, ხომ სამშვიდობოდ ვიყავი მე. და ის იყო საომარი მიმართულებით. რა თქმა უნდა, იმიტომ მე 9-ში თქვენ მოგეხსენებათ ქალბატონ. კარგი, ეხლა მე რა მომეხსენება ამას დაანებეთ თქვენ და ბატონმა ზაზამ თავი. მე რა მომეხსენება, რომ მომეხსენება ნეტ არ მომეხსენებოდეს. ეხლა მომისმინეთ ერთი წუთი. მოგეხსენებთ. ერთი წუთი მომისმინეთ. თქვენ და ბატონი შალვა. ერთი სამშვიდობო მიმართულებით ხართ, მეორე სამხედრო მიმართულებით. სანამ ის მიიღებს, ანუ მერაბიშვილისგან ზემო ნიქოზში ბრძანებას. დაიძარი ცხინვალისკენ. თქვენი ფუნქციები როგორ არის განაწილებული და თქვენი როგორც იმიტატორის ფუნქცია რაში მდგომარეობს? სიტყვა იმიტაცია თქვენ თვითონ ახსენეთ წეღან. ანუ თქვენი ფუნქცია რა არის? ჩემი ფუნქცია რა არის? შალვა ჯანაშვილთან ერთად სანამ შალვა სამშვიდობოებზე რო გამოდიან მოსახლეობა, ადგილობრივი ცხინვალის მოსახლეობა და ჩვენ საქართველოშიც ბევრი გამოვიდა. იმიტომ რომ დახვდე ამ ადამიანებს სამშვიდობოები თუ დაიძვრებიან რომ ხარ სამშვიდობო და შენ ხო კონტაქტზე და არაფერი საომარი ისეთის რაზეც მე უშუალოდ უნდა, იმიტომ რომ მაგას თქვა მინდოდა ქალბატონ 9-ში ვარ რუსების სამშვიდობო ქვედანაყოფში უიარაღოთ შესული. 9-ზე არ ვლაპარაკობთ, მოიცადე ერთი წუთი ბაპატიეთ, მოითმინეთ 8-ში. 7-ში და 8-ში თქვენ და შალვა ჯანაშვილი, ესე იგი შალვა ჯანაშვილს აქვს დასახული საომარი ამოცანა, თქვენ გაქვთ დასახული სამშვიდობო ამოცანა. და ეს ორი ამოცანა ფეხდაფეხ უნდა მიყვეს ერთმანეთს, ხო? ასეა? არა, იმას თავი უნდა წამოეწიოს. ვინ ვის უნდა დაეწიოს გზაში? ზიდან ამო მე უკვე ნიქოში ვარ და ის მოდის ის რუკაზე არის სანახავი ახლა ხო, ის მოდის არხი რო ვერ გადალახა, იქიდან მოდის. თქვენ ამ დროს ზემო ნიქოზში ხართ. მაგრამ ფუნქციების ეწიოს, ანუ თქვენ რა ფუნქცია გქონდათ? უფრო სამშვიდობო მიმართულება მიდიოდა წინ და ეუბნეოდა ხალხს, რომ აიყარეთ ეხლა და გაერიდეთ, იმიტომ რომ შალვა მოდის ჯანაშვილი, ანუ საომარი მოქმედება იწყება, თუ შალვა ჯანაშვილი რო წინ მიიწევდა, თქვენ მისი აკომპანიმენტი იყავით, ამას გეკითხებით. შეიძლება ესეც ითქვას, რომ ერთობლივი ძალისხმევა იყო ამ ყველა. ხო, ანუ ის მიდიოდა, დავალებას ასრულებდა, რომ ცხინვალში შევიდეს და თქვენ მას, ასე ვთქვათ, გარემოს უქმნიდით.
ეს არის უფრო სწორი? გარემოს უქმნიდი ადგილობრივ მოსახლეობას რომ გამოსულიყო და შალვა თავისი ამოცანით მოდიოდა იქ სადაც მე არ ვიყავ. კი, თქვენ გარემოს უქმნიდით და გარემოს შექმნა მოსახლეობის ნაწილში ეხმარებოდით და მოსახლეობას თქვენ წეღან თქვით, ამიტომ გამიჩნდა ეს კითხვა. თქვენ თქვით რომ მოსახლეობაო, მეო მიცნობდაო, მენდობოდაო, იცნობოდნენ რომ მეო შვიდობის კაცი ვარო, სხვა სიტყვებით თქვით, მაგრამ შვიდობის კაცად გიცნობდნენ. თქვენ არ გიცნობდათ მოსახლეობა, აქ წერია, რომ ფეხმძიმე ქალები ყავთ გამოყვანილი საკუთარი მანქანით მძღოლად იყავით. აქ წერია ეს. და წყვილი არის ამა. ბატონო? წყვილი ხო არ არის ამა? არა, წერია და ვიმეორებ თქვენ სასარგებლოდ. ამიტომ მოსახლეობა თქვენ თუნდაც ამიტომ გენდობოდათ, რომ იცოდნენ, რომ გამიჭირდება და დაურეკავ ყურაშვილს და მომხედავს. ხომარი იყო და სანამ იპასუხებთ, ძალიან კარგად დაფიქრდით, რომ რეალობა თქვათ. ხომარი იყო ისე, რომ თქვენი სამშვიდობო სტატუსიდან გამომდინარე ნდობიანად გამოგიყენეს იმისთვის, რომ მოსახლეობას გონებოდა, რომ არაფერი ჯერ არ ხდება. კარგად დაფიქრდით, რას გეკითხებით და მიპასუხეთ სიმართლე. ხომარი იყავით პოლიტიკოსების ხელში. თქვენ მოსაზრებასაც აქვს საფუძველი. ჩემს მოსაზრებას აქვს საფუძველი. ამის გამო ხომარი იყო, რომ თქვენ შემდეგ თავისუფლება აღგიკვეთეს ცოტა ხნით. არასდროს არ ყოფილა ისე რომ ომის შემდეგ არ აღგიკვეთეს თავისუფლება. კუდში არ იყავით? კუდში? კუდის გარკვეულ ადგილებში არ იყავით თავისუფლება. ხო, ვიკითხები მე და იწერება, ხო? იწერება, რა თქმა უნდა. და ცრუ იმაზე პასუხს ვაგებ, ხო? კი. არ ყოფილა ესეთი რაღაც. არ ყოფილა ესეთი რაღაც, რომ ინსცენირება მოგიწყვეს შეშინების მიზნით ომის მერე, რომ თითქოს ინექციას გიკეთებდნენ. ინექციას? რას ვერ გავიგე. ინექცია არ იცით რა არის. ხო, სახლთან იყო თავდასხმა. თუ მაგას გულო ინექცია შუაში. ხო, არა, გეკითხებით რა შუაშია, მე უნდა გკითხოთ. ინექცია არა, ეგეთი რაღაც არ ყოფილა. აბა რა იყო ის მოყევით? თავდასხმას ცელობა იყო დამხდნენ სადარბაზოსთან. აი ეს მოყევით, აბა სადარბაზოსთან დაგხვდნენ რომელი თვეა ეს? აგვისტო არის. ომი დასრულებულია. ომი დასრულებულია. დაგხვდნენ, ვინ არა დაგხვდა? მაქვს ვინ არიან დღემდე. არიცით. ამ დროს თქვენ რა თანამდებობა გიკავიათ? ისევ სამშვიდობო. ისევ სამშვიდობო ხართ. და დაგხვდნენ და ინსცენირება იყო თითქოს თავს დაგესხნენ, თუ ნამდვილად დაგესხნენ თავს? ნამდვილად დამესხნენ თავს და წაყვანას უნდა და ჩვენებაც მივეცი იმ დროს მაშინ სახელმწიფო. წაგიყვანეს კიდეც. ვერ წამიყვანეს. ვერ. რამდენი კაცი იყო? იმას მე ვცრუთ ჩვენს ხო არ მისცემ. ბატონო? რამდენი კაცი იყო თავს უნდა გესხნათ? რაღაც 3-4 კაცი იყო. რას გეუბნებოდნენ თავდასხმას? არაფერს არ მეუბნებოდა, გამოვითა რომ ორმა ხელი მომიბოჭა, ერთმა უცეში დამარტყა და მე ფეხი ამოვარტყი და გაიქცნენ მეზობლები და გამოჩნდნენ უცბად და გაიფანტე ორი მანქანით იყვნენ. აფრიკა გაგზელება არ ყოფილა. თქვენ ხომ არ მიგიღიათ შემდეგ მუქარები, რომ ეს არ თქვა, ის არ თქვა? არა, კარბატონთი არ მემიღია. კარგი, მაშინ გავაგრძელოთ. ესე იგი, ეხლა დაუბრუნდეთ საცეცხლე წერტილებს. კონკრეტულად მითხარით, იმიტომ რომ მე სამოქალაქო პირი ვარ. სიტყვა საცეცხლე წერტილი რას ნიშნავს? დეფინიცია. საცეცხლე წერტილი ნიშნავს გამაგრებულ პუნქტს, განსაკუთრებულ დომინირებულ სიმაღლეზე, ამ შემთხვევაში კუსირეთი კვერნედზე, რომელიც ცხრილავს გზას, ეს არის შანხაის გზა ნიქოზზე. და აქეთ არის ოსფრისი, რომელიც დომინირება, ეს არის ესე ურსეწახიან, უკრებ რაიონი, გამაგრებული რაიონი. თადარიგი არის დაცული ამ შემთხვევაში, მარაგები არის მიტანილი და ახორციელებს ინტენსიურ ცეცხლს აუცილებლობის შემთხვევაში. ეს არის საცეცხლე წერტილი. მათ შორის აკრძალული იარაღს მალავენ, იქ როტაციის მისი უფლება არ გეძლევა მონიტორინგის და უკანონო საგუშაგოა შეიძლება ესე ითქვას. უკანონო საცეცხლე აი კანონიერ საცეცხლე წერტილს რა ქვია? კანონიერ საცეცხლე წერტილს ქვია კანონიერი საგუშაგო.
საგუშაგო და არის საცეცხლე წერტილი. გადაწყვეტილებით იმყოფება. შესაბამისად, იმიტომ რომ გუშინ ბევრი კითხვა შემოვიდა, საზოგადოება თურმე ბევრი უსმენდა გუშინ, არ ვიცოდი და კითხვები შემოვიდა, რომ რაც არ უნდა ხეთ თქვენ მიამიტურად გაგეღიმებათ რა მიამიტური კითხვა, მაგრამ მოქალაქეებმა არ აქვთ სამხედრო განათლება, ჩვენ ვართ თქვენ სიმედზე ხოლმე, ხო? ამიტომ ისაც განათლება გაქვთ. კითხვა იყო რომ საცეცხლე წერტილი იმას ნიშნავს, რომ სადღაც ცეცხლიანთია? არა, საცეცხლე წერტილი ნიშნავს, რომ ეს არის გამაგრებული ადგილი. თქვენ ამბობთ უკანონო, ანუ გაუთვალისწინებელი და არ არის კანონიერი საფუძველზე შექმნილი, საიდანაც შეიძლება წამოვიდეს შეტევა. ან გამოიყენოს ვიღაცამ თავდაცვისთვის, ხო? სადაც შეიძლება საგუშაგოა, ხო, უკანონო. შეტევითი ჯარებისთვის. აი საფუძველი შექმნას შეტევითი ჯარებისთვის, მაგრამ საცეცხლე წერტილი ანიშნავს, რომ ეს არის ადგილი, სადაც ცეცხლი გიზგიზებს. მიამიტური კითხვა მოქალაქეები კითხულობენ, რა უნდა და ზაზას რომ თქვა. მადლობა, ანუ მოქალაქეებო, ვინც გუშინ იკითხეთ, ეს არის ასე, ესე იგი, საცეცხლე წერტილები, ანუ გამაგრებული ადგილები. საიდანაც შესაძლოა ჩვენ გაგვჩენოდა მოსახლეობას და აქეთ მყოფ ადამიანებს არაოკუპირებულ ტერიტორიაზე განცდა რომ საფრთხე მომდინარეობს, სად იყო ეს საცეცხლე წერტილები შვიდში. ეს იყო დიდმუხა მუგუთი, კუსირეთი, კვერნეთი, ტბეთთან იყო ოსფრისი, ფრისი, წვერი ახოზე თრიაყანას ეძახდნენ, ეს ამაღლება იყო უბიათი, ტილიანა, რომელიც გამუდმებით და ქალაქში თუ იყო ცხინვალში? ქალაქიდანაც იყო, რა თქმა უნდა. არა, წერტილი თუ იყო ესეთი გამაგრებული ადგილი? არა, ქალაქში ესეთი გამაგრებული. ეხლა ბატონმა ზაზამ თქვა ესეთი რაღაც, ნახეთ და გთხოვთ არ მოგეჩვენოთ ეს მიამიტურად, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, მე ყოველთვის ვცდილობ ხოლმე რომ და არც მიყვარს იურისტები ზედმეტად სამართლებრივი ტერმინებით რო ლაპარაკობენ, მე კარგავს ადამიანური ურთიერთობა აზრს, იმიტომ რომ სხვას თუ არა აქ იგივე ტერმინის ცოდნა ირევა ყველაფერი. ამიტომაც ვილაპარაკოთ, მოდით ჩვეულებრივ ენაზე და მოგვეცით ინფორმაცია იმ დიდი განათლების მიხედვით, რაც თქვენ გაქვთ სამხედრო. ბატონმა ზაზამ თქვა ესეთი სიტყვები, ვციტირებ, იმიტომ რომ მე გუშინ მე გადავახვიე და ბევრჯერ ვუსმინე. როდესაც მე ვკითხე, რომ ამბობთ მეთქი, რომ უმაღლესმა მთავარსარდალმა დამირეკა შვიდში უკვე ბნელოდა 23 საათსა და 45 წუთი თქვა მან. და მე ვკითხე, რა გითხრათ? ციტირებ. სააკაშვილმა უთხრა ზაზა გოგავას, შემდეგი როგორც ეს თქვა ზაზა გოგავამვე. საცეცხლე წერტილები ჩაახშეთ, რადგან იქიდან მომდინარეობს ჩვენს მოსახლეობაზე და სამშვიდობოებზე ცეცხლი. აი ეს თქვა მან, მისი ციტატა. საცეცხლე წერტილი გავიარეთ, რაც არის. სიტყვა ჩაახშეთ რას ნიშნავს? სიტყვა ჩაახშე ნიშნავს, რომ ის საცეცხლე წერტილი, რომელიც მოქმედებს, ჩაქრეს. ანუ არის საცეცხლე წერტილი, რომელიც ცხოვრიდან, რომ იქიდან ცეცხლი აღარ გაიმართოს. აჰა, ანუ მადლობა. შესაბამისად, საცეცხლე წერტილი არის გამაგრებული რაიონი, საიდანაც მოწინააღმდეგე მხარეს უნდა კონდეს აღქმა ლეგიტიმური, რომ საფრთხის წყაროა. ამ საცეცხლე წერტილიდან შესაძლოა მომდინარეობდეს რეალური საფრთხე, ან უბრალოდ პოტენციური საფრთხის წყარო იყოს, გააჩნია ვითარებას, ხო სწორად ვსაუბრობ. და შეიძლება ეს საცეცხლე წერტილი ან იყოს მოქმედებაში, როგორც თქვენ ეძახით, და ასეთ შემთხვევაში მისი ჩახშობაა საჭირო, ანუ ცეცხლი მოდის საცეცხლე წერტილიდან და ცეცხლი უნდა ჩაახშო და ასეთ დროს საცეცხლე წერტილის ჩახშობა ამას ნიშნავს
და თუ საცეცხლე წერტილი მოქმედებაში არ არის მოყვანილი, მაშინ საცეცხლე წერტილის ჩახშობა ნიშნავს მისი წყობიდან გამოყვანას, ანუ პოტენციური საფრთხის განეიტრალებას. დიახ. რა კარგია. ეხლა თქვენ მე მითხარით. როდესაც ეს სააკაშვილი ზაზა გოგავას ავალებს საცეცხლე წერტილების ჩახშობას, რომელი საცეცხლე წერტილების ჩახშობას ავალებდა? ბატონი ზაზა გეტყვით ზუსტად რა დაავალა კონკრეტულად, მაგრამ როგორც მან გვიპასუხა უკვე. მან თქვა, რომ კი ბატონო. ზოგადად მითხრა საცეცხლე წერტილების ჩაახშე, იმიტომ რომ იქიდან მოდის ცეცხლი მოსახლეობაზე და სამშვიდობოებზე. მე გეტყვით ჩანაფიქს რას იგულისხმება. ესეთი გამაგრებული პუნქტები ეს უკვე რაიონს რასაც ეძახიან. ძირითადად კეთდება ბატონმა სოზანმა ბევრჯერ არის ნაყოფი კოდორის ხეობაში ხეობების გადასაკეტად. ხეობების ჩასაკეტად არის, რომ არ მიეცეს ან საერთო საჯარისო რეზერვს ან მოსახლეობას თუნდაც გამოსვლა იქიდან, რომ ის ძევლის პოზიცია არის უტყუარი კაპიტალი სეპარატისტებისთვის. ეს დომინირებული სიმაღლეები, სადაც არის განთავსებული, არის უშუალოდ კუსრეთი, კვერნეთი, ოსფრისი, ეს არის ტილიანასთან ხეთაგუროვა, რომელიც დაყურებს სოფელს ავნებს და ნულს და მოსვენებას არ აძლევს. და კიდევ სად იყო? ნუ ეს თავისთავად ამაზე ზედმეტია უკვე ლაპარაკი იმაზე. მთრიაყანა კატასტროფა. კარგი, ეხლა რა კითხვა მაქვს, ნახეთ, წეღან თქვენ თქვით და გუშინ ზაზა გოგავამაც დაადასტურა, რომ ცხინვალში საცეცხლე წერტილი არ იყო. რაც არ იყო ის მოქმედებაში ხო ვერ მოვიდოდა, თუ მოვიდოდა? რაც არ არსებობდა, ის შეიძლება მოვიდეს თუ მივა იქიდან ვიღაცა და არის დახურული, რომელიც წინასწარ შეიძლება იცოდე და რუქაზე კონდეს დატანილი, არის რომელიც უცაბედად შეიძლება აღმოჩნდეს, იმიტომ რომ მოწინააღმდეგის ჩანაფიქში არის ისე მასკირებული, რომელსაც მოწინააღმდეგე ვერ პროდეს შეიძლება ამ ცხინვალზე ცეცხლის გახსნა. დიახ. სადაც საცეცხლე წერტილი არ იყო, რას ემსახურებოდა? ცხინვალზე ცეცხლის გახსნა როგორ ვერ გავიგე. აი ნახეთ, გუშინ ბატონმა ზაზამ, ბატონმა სოზარმა კითხა, რომ ჩვენ რომ გვაქვს კადრები ნანახიო. სხვათა შორის ხშირად ის თქვენი ისტორიული განცხადება. აი ცეცხლის ფონზე წარმოგვიდგენენ ხოლმე ჟურნალისტები. აი ეს ცეცხლი ხომ ხვდებით, გაჩვენებთ თუ გნებავთ იცით რომ ცეცხლს საუბრობ. ის ცეცხლი ბატონმა სოზარმა კითხა ბატონ ზაზას, რომ ეს ცეცხლი ის ცეცხლია ქართული ასე ვთქვათ სააკაშვილის მიერ გახსნილი ცეცხლია, ეს კითხეთ ბატონ სოზარ ხო გუშინ. და მან თქვა, რომ ხო, ეს ის ცეცხლიაო, რაზეც სააკაშვილმა რო დაგავალათო, ეს ის ცეცხლიაო, რაც ეკრანზე გვაქვს ყველას ნანახიო და კიო, ნაწილობრივო ეს ის ცეცხლიაო. დაადასტურა. შესაბამისად, ეს თუ ის ცეცხლია, როგორც დასტურდება, ხო? და იქ საცეცხლე წერტილი არ იყო. რას უშენდით ჩვენ ამ ცეცხლებს მაშინ? ამ შიშორეზე ვერ ჩანს, გამოსროლილი ერთი არის, ერთი კადრი. აი როცა ჩანს და ის კადრი შეიძლება აიღო. გალბატონო თია ყველა შემთხვევაში წარმოუდგენელი არის, როცა B61 გრადის ტიპის მანქანა ისვის, იქიდგა და ინტერვიუ მისცე. ჩემთან მიმართებაშიაც არის. კადრი არის დადებული. გამოსროლილი სად ვარდება ზუსტად. მაგას ვერავინ ვერ გათქვეს სიღმეში. ამას არ გეკითხებით, ხა ჟურნალისტები ისეთ ხანდახან დონეებს აღწევენ, რომ რაც არ გითქვამს, იმას გათქვევინებენ. ამაზე არ ვსაუბრობ. უბრალოდ შეგახსენეთ, რომ იმ ცეცხლზე ვლაპარაკობ მეთქი კადრებზე, სადაც ხშირად თქვენს განცხადებას ან წინ მიაბამენ ხოლმე, ან მერე კადრებს გვაჩვენებენ და მერე თქვენი განცხადება მოდის. იცით მეთქი ხო, რომელ ცეცხლზე კადრებზე ვსაუბრობ, იცით. ბატონმა გოგავამ დაადასტურა, რომ ეს ის ცეცხლია, რომელიც სააკაშვილის ბრძანების შედეგად მე გავხსენი. ხო და ეხლა თქვენ გეკითხებით, რომ თუ ორივე ამბობთ, რომ ცხინვალში საცეცხლე წერტილი არ იყო.
ცხინვალზე რატომ გაიხსნა სააკაშვილმა ცეცხლი? კუსირეთი კვერნეთი შეიძლება ჩაითვალოს. კუსირეთი კვერნეთი ზედ დაყურებს, აი თუ ვიზუალურად გახედავთ, აქედან იტყვით, რომ ეს ცხინვალი არის. ეს არის გარეუბანი ცხინვალის? აი კუსტვაზე რო იყოს ახლა საუბარი. კუსტვა. ხო, ანუ ცხინვალის ერთ-ერთი რაიონია. კუსტვა თბილისის ერთ-ერთი რაიონია. აი ესე დაყურებს და აქედან რო უყურებ თქვა, რო გახედოთ იგივე ვერისუბიდან, ანუ სუბიძიდან უყურებ, რომ ცხინვალი იბომბება. ცხინვალის გარეუბანი. გარეუბანი, აი თქვა გვითა მოედნიდან თუ უყურებ. ცხინვალია, კუსტვა თბილისია. ბაგები მინდებარე ტერიტორია ვაკე იბომბება. ამ დროს არის იმაზე სროლა. მისადგომებთან კუსტვის, აი დომინირებული სიმაღლე. რა სიტყვები თქვით? დომინირებული სიმაღლე. არა, დომინირებული ვიცი რას ნიშნავს. ცხინვალის გარეუბნებს რა დაარქვით, რა სიტყვები თქვით? რა ქვიაო? შემოგარენი. კუსიეთიო თუ რა? კუსირეთი კვერნეთი. კუსირეთი კვერნეთი. არის როგორც კუსტვა დაახლოებით თბილისისთვის. დიახ, მიმჯდარი არის, ზედ უყურებს იმას დაყურებს. იქ მოსახლეობა იყო თუ ესეც არა, მან ისე ქონდათ გაკეთებული, რომ თამარა შენს ურტყავდნენ ძირითადად მაკედან. აი სკოლის დაცხრილება ძირითადად მაკედან ხდებოდა. მაშინ ასეთი კითხვა მიჩნდება, როდესაც თქვენ დაუშვათ და კუსირეთს და კვერნეთს უმიზნებთ. ეს ხომ არ არის ის შემთხვევა, როდესაც შეიძლება პროფესიონალმა სამიზნე ვერ განსაზღვროს და თქვათ სხვაგან დაარტყას, შეიძლება ეს მოხდეს. თუ ეს არ ხდება, ყველაფერი მოხდეს, მაგრამ ცხინვალში როგორც ასეთი არ იყო დაბომბვა, იმიტომ რომ მაგას დაგვიდებდნენ ყველაფერს. თვითონ აი კასეტური ბომბებზე ასაც ბომბნებიან კაბადონთია. კასეტური ბომბა არ მიხსენებია ჯერ. არა, ისე განმარტების ვცდილობთ, კი ბატონო, თუ გინდათ. ის იფანტება და ის ტერიტორია აუცილებლად ან სკრუფესა საქონელი, ან ადამიანები თუნდაც ომის მერე როცა რჩება ყველაფერი ფეთქდებიან და ზოგს ფეხს აწყვეტავს, ზოგს ხელს და ეს ფაქტად რჩება. ანუ კასეტური ბომბა მერე რო კუსირეთიდან და კვერნეთიდან გასკდა, მერე ეს შედეგი ეს ცალკე განმარტება მომყავს კასეტური ჭურთან დაკავშირებით. არცაც ჩვენ არ გამოგვიყენებია, რუსებმა გამოიყენეს და ცდილობა ქონდა ჩვენთვის დაებრალებინათ და იქვე ნათქვამი ვიყო. აბა რატომ მოიტანეთ რა შუაშია კუსირეთთან და კვერნეთთან ეს? რატომ გაგახსენდა თუ ცოტა? იმიტომ გამახსენდა რომ იქ ვერ გამოიყენებ ის ფანტავს ის ყველგან მოხდება და ეს არის ზუსტი დამისნებითი სროლა არის. გრადი არ არის ეგ. თქვენ თქვით რომ არ გამოგვიყენებია კასეტური ბომბები და გეთანხმებით 100%-ით, მეც ეს ინფორმაცია მაქვს. გამოიყენა რუსეთმა, ესეთ ვიცით. თუმცა ჩვენ ყავს მაღალი თანამდებობის პირები, მაშინდელი მინიმუმ 2, რომლებიც ადასტურებენ, ან აბრალებენ საქართველოს, რომ ჩვენ გამოვიყენეთ ეს კასეტური ბომბები. საკითხული გექნებათ, ხო? ვინ არიან ეს თანამდებობის პირები? არ ვიცი, მე მგონი გვაით ქუთელია, მეორე ვიღაცა აღარ მახსოვს ზუსტად. პოლიტიკური თანამდებობის პირები იყვნენ. კი ბატონო, კარგი. ზუსტად გვარები არ ვიცი. გავიხსენებ, მე გეტყვით ზუსტად ვინც იყვნენ. თუმცა მიგაჩნიათ თუ არა რომ ეს იყო ქართული სახელმწიფო საწინააღმდეგო ქმედება, როდესაც აბრალებენ ჩვენს ჯარს იმას, რაც მათ არ ჩაუდენიათ. რასაკვირველი აშკარაა. რასაკვირველი. თქვენ როგორც ერთ-ერთი მიმართულების გამზვანელი სარდალი რაც დავარქვათ, ადასტურებთ რომ ჩვენ ეს არ გამოგვიყენებია, თუმცა იყვნენ თან სამოქალაქო პოლიტიკური თანამდებობის პირები, რომლებმაც ეს დააბრალეს ჩვენს ქვეყანას. ფაქტი არსებობს, მაგისი განცხადებებია. კი ბატონო. კი. მარტო განცხადებები არ, საჯარო განცხადებებიც არსებობს და პატარა ესეთი არაფორმალური, მაგრამ მაინც გამოძიება კვლევასავით აქვს ჩატარებული Human Rights Watch-ს, რომელიც ვენდობით არ ვენდობით ესეთი სერიოზული საერთაშორისო ორგანიზაცია და მისთვის მიცემული ინტერვიუები თუ ჩვენებებშიც ამას ადასტურებენ სამწუხაროდ ეს თანამდებობის პირები. ეხლა კიდევ ერთხელ მიუბრუნდები თქვენს წეღანდელ ნათქვამს. თქვენ თქვით რომ გეგმა გქონდა ბუნებრივია, ხო? ამ გეგმამ შეიძლება მოდიფიკაცია განიცადოს, მაგრამ გეგმა თქვათ როგორ უნდა გვემოქმედა, არსებობდა დიდი ხანია, ხო მართალია? იმას გეგმა ყოველთვისაა გაერთიანებულს. არა მარტო გადაწყვეტილების, არამედ ჩამფიქრის რუკებს. თუმცა გარკვეული მოდიფიკაცია შეიცვალა. ისა განიცადა, ხო, ბუნებრივია. რამდენი აი სამხედრო გადაწყვეტილების მიღებას რამდენ საფეხურიანია ზოგადად? ძოლის დინამიკაზეა დამოკიდებული. მაინც კლასიკა რა არის? 2 მაქსიმუმ 3.
დინამიკას გაჩნია, ასე არ არის. ინტენსირობას. 7 საფეხურიანი არის ეს გადაწყვეტილების მიღების პროცესი. ეხლა ზუსტად ცეცხლის აით გახსნა არა, კლასიკა რასაც ქვია. ანამდე შეიცვალა და მე აი ვადონალი ზანა მაგი დინამიკაზე არის დამოკიდებული. აი როგორ ინტენსირობა კონკრეტულად უნდა მივებათ, რუქა არის ამისთვის საჭირო და დროების დატანა. ეხლა როცა თავარი მიმართულება იცვლება, ეს შეიძლება ესე 2 წუთში განხორციელდეს. ზანება როცა ვეიღებს, შეუძლია შემოატრიალოს. ზანების გამცემზე ვამბობ. ბატონი გოგა ვამბობდა გუშინ 2 წუთში შეიძლება მიიღოს ცვლილებაო. კიდევ ერთხელ თქვენს მიმართულებას მიუბრუნდები რა. ჩამოვთვლი კიდევ ერთხელ, ხო? ნავთობსადენის დაცვა, პოლიციის 5 ბატალიონი, გორის სატანკო, ბათუმის ცალკეული ქვეითი ბატალიონი თქვენ რომ საზღვაო ქვეითებად მოიხსენიეთ და მათ შორის არ არსებობს არანაირი სინქრონიზაცია, იმიტომ რომ მათ არ გაუვლიათ არანაირი სწავლება, თვით კავშირებიც კი შეუთანხმებელია და ეს თქვენზე უკეთ არავინ არ იცის. შეიძლება ეს არ იცოდეს პოლიციის ხელმძღვანელმა, იმიტომ რომ მან არ იცის საბრძოლო მოქმედებების დაგეგმა. თქვენ ვინმეს უთხარით, რომ ასე არ შეიძლება, ეს შეუძლებელია? ბატონო მამუკა, მედიის თხოვნა შემოვიდა, რომ მიკროფონი ახლოს მიიტანეთ, არ ესმით მათ რას საუბრობთ. კიდევ ცოტა უფრო თუ შეიძლება, რომ ხო, გადაადგილეთ თუ გნებავთ და რომ გაიგონონ თქვენი ხმა არ ესმით. საშუალება საიძლევა. მაშინ ზევით, აი ეს, მადლობა. ვინმეს უთხარით, რომ უბრალოდ სინქრონიზაცია აი ამ ნაწილებს შორის, რომლებსაც ცხოვრებაში ერთად გვერდიგვერდ არ გაუვლიათ არათუ სწავლება არ გქონონ, და შეუძლებელია და ამას შეიძლება დიდი მსხვერპლი მოხვდეს. შერწყმა დაწყებული იყო ქვედანაყოფების პროცესი იყო მაგის შერწყმა. სადმე სწავლება გქონდათ გავლილი? ცალკე სწავლება არ იყო. აბა როგორ იყო? აი რას იქვე ადგილზე როგორ? მეთაურების გაცნობა, ეგმების დათავსება, პირადი შემადგენლობის ის უნდა ეს საკმარისია სამხედრო ოპერაციის ჩასატარებლად? არ არის, სწავლება არის მეთქი საჭირო. თავიდანვე გითხარი, სწავლება არ ჩატარებულა. სწავლებები უნდა ჩატარდეს შინაგან საქმეთა ქვედანაყოფების და ჯარის ქვედანაყოფების შორის. არ იყო, ხო არ მოიტყვები. ეხლა ცენტრალურ მიმართულებას აუცილებლად სჭირდება თავისი დაზღვევაც, ხო? სარეზერვო, რომელიც თქვათ იგივე დაჭრილების გამოყვანას უზრუნველყოფს, სადღაც გაძლიერებას მიმართულების უზრუნველყოფს, მოყვებოდათ ასეთი ლოჯისტიკური ქვედანაყოფი, რომელსაც თავარი შტაბი უკეთებდა ამას. მოყვებოდათ, ანუ სარეზერვო? ყავდათ თავისი ალბათ რას ნიშნავს თქვენ? ალბათ მეოთხე ბრიგადა მისი J4 იყო, როგორ არ იყო J4 და ყური. მოყვებოდათ მაგას ჩემი სარეზერვო. და აი ამ ცვლილებამ, გეგმის ნაუცბადეობმა ცვლილებამ გამოიწვია თუ არა გაუმართლებელი მსხვერპლი? თქვენ რას იმაზე რომ თქვენის ინტერვიუს დაგიკითხავთ კიდევ ერთ სხვაგან ამჯერად. საქართველოს რომ დასახული გეგმით ემოქმედა, ქართულ მხარეს ამხელა დანაკარგი არ ექნებოდა. ადასტურებთ თუ არა თქვენს ამ გამონათქვამს? ჩემი მოსაზრებით, დღესაც ვადასტურებ გეუბნებით, რომ ვინ იყო ვინც შეცვალა ეს დასახული გეგმა? ჩემთვის უცნობია. ნუ ვინ შეიძლება ყოფილიყო თეორიულად? ჩემთვის უცნობია, არ ვიცი. გოგავა ზაზა თუ სააკაშვილი მიხეილი? ბატონ ზაზას კითხეთ, არ ვიცი, ჩემ კომპეტენციას ემატება. სხვა ვინმე შეიძლებოდა რომ ყოფილიყო? არ ვიცი. ვინმეს ჰქონდა უფლება ამ ორი ადამიანის გარდა? არა. შესაბამისად ის რომ სხვერპლის რაოდენობა ნებისმიერი სხვერპლერი გაუმართლებელი ერთი ადამიანიც კი, მაგრამ ომი მოითხოვ შეუძლებელია სხვერპლს გვერდი ავარო, მაგრამ გაუმართლებელ სხვერპლზე როცა ლაპარაკობთ, ესე იგი გულისხმობთ იმას, რომ არასწორი ბრძანებები იქნა გაცემული, ხო მართალია? ბატონ ზაზა იყო გუში, მე მგონი გაგცათ მაგაზე პასუხი შემოbrunებაზე და საიდან მოდიოდა მე მაგაზე ვერ გაგცემთ, ჩემი კომპეტენცია არ არის. ჩემი ბრძანება არ მაგისტრის არ კი ბატონო. კარგი, მადლობა. ერთი დაზუსტება მინდა. ბატონო მამუკა, თქვენ დაადასტურეთ, რომ შვიდში საღამოს დაახლოებით 11 საათისკენ